აი წარმოვიდგინეთ მზია ამაღლობელის შემთხვევა ეს მე ვთქვი რომ ეს შემთხვევა როგორც რაინდულის სულის აბსოლუტური განადგურება და მოსპობა აი ქალის მიმართ ეს რომ ქალმა სილა გამაკრავა და ამაზე კაცი ჩივის პირველ რიგში ხო კაცი ხარ ვიდრე პოლიციელი გახდები პირველ რიგში ხო ადამიანი ხარ ხო და მამაკაცი ხარ და რაინდი ხარ ეს არათუ საქართველოს ტრადიციაში ამ ფსიქოლოგიაში არის სრულიად ახალი მოვლენა არამედ მთელი კავკასიის ეს ბატონი დგებუაძე შევა ქრესტომატიულ მაგალითად რომელიც უნდა ისწავლებოდეს სკოლებში როგორ ხდება მამაკაცური საწყისის გაქრობა თუმცა ის გარეგნულად გამოიყურებოდეს შეიძლება ძალიან კუნთმაგარ და ძლევამოსილ ჭაბუკად მაგრამ მას რაინდობის არაფერი არ გააჩნია რანაირად შეიძლება რაღაცა დასუსტებული ქალი რომელსაც მანამდე შენ შეურაცხყოფას აყენებდი ამცირებდი ყველანაირად და ის ზღირსება შელახულმა რაღაც დასუსტებული ხელი გამოგიგნია და სამი თითი ნიკაპზე მოხვდა და ქვეყანა შეყარე რომ მეტკინა და ლოყა მიწითლდა და ამიტომ უნდა უჩივლო და 6 წელი ციხეში ჩავსვა და ვისაც ეს არ ესმის რომ რა კატასტროფაა მორალური ეს თვითონ ბატონი დგებუაძე და მის მეგობარი რომელიც ამ როგორ არა ისეთი ძლიერი სილა გააწნა რომ აჩერდა ყველაფერი და სირცხვილის განცდა არა აქვთ სირცხვილის განცდა არა აქვთ ეს ნიშნავს რომ ამ კაცში მამაკაცური თვითშეგრძნება არის განადგურებული ის ვერ გრძნობს რომ ის კაცია და ეს ქალია. აი ღირსების დაკარგვა. როგორც მივედით, აი ეს სერიოზული პრობლემა მარტო საქართველოს ესე იგი ჩვენ ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი გახდა საერთოდ აი ამ თუნდაც ამ მოწიწების დისტანციის ამის დაკარგვა ქალის მიმართ. მაგრამ საქართველოში ძალიან გამოიკვეთა. როგორც ყველა უბედურება, ესეც ძალიან გამოკვეთილია. ეხლა იცით ამ მთელ რიგ ამ საშინელ აგრესიას ქალის მიმართ და მკვლელობებს და უბედურებებს ეს ძალიან ღრმაძილები აქვს და ყველა ინდივიდუალურად განსახილველი ფაქტია, ხო, ვისი გაზრდილია ეს კაცი როგორ გაიზარდა, რა იდეალებზე იღწდებოდა, საერთოდ აღზრდა არსებობს, კიდე აღზრდა არ არსებობს როგორც ასეთი საქართველოში. აღზრდა ადამიანი იზრდება მშობლების მიერ, იზრდება ტრადიციებზე, იზრდება დიდ ქართულ ლიტერატურაზე, კლასიკურ იდეალებზე და ასე შემდეგ, მზამზარეული არაფერი არ არის. ეს რაინდობაც უნდა აღზარდო, ხო? უნდა აღზარდო იმაში ბავშვში, ხო? ეს მშობლები აღარ არიან, ოჯახები დაანგრეულია, დედები გაქცეულია, ან თვითონ იმათ რა იცოდნენ 90-იან წლებში ჩამოყალიბდნენ იმ არეულებაში, უბედურებაში და ამის შემდეგ და ასე შემდეგ და ერთი სიტყვით ისეა დაანგრეული სოციალურად მთელი ქვეყანა რომ აღზრდის თვითონ ცნება აღზრდაც დაკარგულია. იმიტომ არის რომ ჩამოშორდა განათლებას, უკვე ქართული სიტყვა აღზრდა განათლება ერთად იყო ადრე აღზრდა განათლება